მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Eyeline-ის პოდკასტს. მე თემო ჯოლაძე ვარ. დღევანდელი პოდკასტის თემა გლაუკომა მხედველობის ჩუმი ქურდი. პრობლემა ავარჩიეთ აქტუალურობიდან გამომდინარე. სტატისტიკურად სიბრმავის ყველაზე გახშირებული მიზეზი სწორედ გლაუკომაა. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია კლინიკა Eyeline-ის ოფთალმოქირურგი, გლაუკომატოლოგი ნათია შარვაძე. გამარჯობა ნათია. გამარჯობა. მოდით მაყურებლებს აუხსნათ მარტივი და გასაგებიანით თუ რა არის გლაუკომა. გლაუკომა ეს არის თვალის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალშიგაც ნერვის მატება, მხედველობის ნერვის დაზიანება და მხედველობის ველის გარკვეული ცვლილებები. თუმცა აქვე აუხსნათ, რომ მხოლოდ წნევის მომატება გლაუკომას არ ნიშნავს. ეგრეა. რა განაპირობებს წნევის ცვალებადობას? მთავარი მექანიზმი თვალშიგაც ნერვის ნორმალურ ფარგლებში შენარჩუნების არის ბალანსი თვალშიგა სითხის წარმოქმნასა და გადინების შორის. და როცა ეს ბალანსი ირღვევა, მაშინ ხდება წნევის მატება. ანუ როცა ზედმეტი წარმოიქმნება, ან პრობლემაა გატარებაში, ხო ესე? მოდი ვისაუბროთ რისკ ფაქტორზეც, რომ მაყურებელმა იცოდეს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება. გლაუკომის მთავარი რისკ ფაქტორებია მაღალი თვალშიგა წნევა, ასაკი 40 წლის ზემოთ, გლაუკომა ახლონათესავებში, თანხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტონია და ჰიპოტონია, ასევე პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, თვალის სხვადასხვა დაავადებები და ასევე სტეროიდული ჰორმონების გამოყენება. ასევე გლაუკომის რისკ ჯგუფში არიან პაციენტები რეფრაქციული მანკებით, მიოპია და ჰიპერმეტროპია. დიახ. მოდი ვთქვათ, რა ჩივილებით მოდიან ძირითადად პაციენტები ჩვენამდე? პაციენტების ძირითადი ჩივილები არის მხედველობის დაქვეითება და მხედველობის ველის შევიწროება. მომატებულ თვალშიგა წნევას პაციენტები ვერანაირად ვერ ამჩნევენ. და აი ეს სიმპტომები არ არის სპეციფიური და შეიძლება სხვა დაავადების დროსაც იყოს. და ადრეულ ეტაპებზე საერთოდ გლაუკომა შეიძლება უსიმპტომოდ რომ მიმდინარეობდეს. აი ზუსტად მაგის აღნიშვნა მინდოდა, რომ საწყის ეტაპებზე როგორც წესი პაციენტები ვერც კი ეჭვობენ, რომ რაიმე შეიძლება პრობლემა ჰქონდეს და ეს სიმპტომები უფრო შორს წასულ გლაუკომას ახასიათებს, ხო ესე? დიახ, და შესაძლებელია რომ საერთოდ მხედველობა დაკარგოს პაციენტმა აი ტერმინალურ სტადიებზე. თუ არსებობს სკრინინგი და რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, რომ არ გამორჩეს საწყის სტადიაზე გლაუკომა, თუ ასეთი რა თქმა უნდა მას ექნება. დიახ, სკრინინგისთვის რეკომენდებულია 40 წლის ზემოთ პირებმა, რომ წელიწადში ერთხელ გაესვამონ თვალშიგა წნევა. თანამედროვე აპარატურით გაცილებით მარტივია გლაუკომის დიაგნოსტირება, თუმცა თუ არსებობს რაიმე ისეთი საშუალება, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მივხვდეთ, აქვს თუ არა პაციენტს გლაუკომა? არა, გლაუკომის დიაგნოსტიკა საჭიროებს ღრმა კვლევებს, სპეციალურ მეთოდებით. ეს არის ტონომეტრია. ანუ თვალშიგა წნევის განსაზღვრა. დიახ, კომპიუტერული პერიმეტრიული კვლევა. ანუ პერიფერიული მხედველობის ველის შემოწმება. დიახ, და ოპტიკური კოგერენტული ტომოგრაფია. კომპიუტერით თვალის ფსკერის მდგომარეობის შეფასება. და მხედველობის ნერვის რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა ნერვის. მაინტერესებს მაყურებელს რა აუხსნათ, რა და რა სახის გლაუკომა არსებობს, რა და მათ შორის განსხვავება. არსებობს თანდაყოლილი გლაუკომა და შეძენილი გლაუკომა. ასევე არის გლაუკომის ასეთი ფორმები, პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა, დახურულკუთხიანი გლაუკომა, ნორმალურ წნევიანი გლაუკომა და მეორადი გლაუკომა, რომელიც ვითარდება სხვა დაავადებების შედეგად. მაგალითად, რომელი დაავადებების შედეგად შეიძლება განვითარდეს გლაუკომა? ზოგადი დაავადებების, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის, ან თვალის ანთება, ან ტრავმის შემდეგ, ან კატარაქტის გართულებული ფორმის შემდეგ. როგორც უკვე ვთქვით, დიაგნოზის დასმა გლაუკომის უკვე თანამედროვე აპარატების პირობებში აღარ წარმოადგენს პრობლემას. მაგრამ შემდეგ იწყება უკვე უფრო რთული პერიოდი, რასაც ქვია მკურნალობის პერიოდი. რა სახის მკურნალობაზეა საუბარი?
არსებობს მკურნალობის სამი მეთოდი: მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული. პრეპარატებით მკურნალობაში გულისხმობთ, რა თქმა უნდა, წვეთებს, ხო ესეა? დიახ. წნევის მარეგულირებლები. რა სახის წვეთებზია საუბარი? სულ არსებობს 4 ჯგუფი პრეპარატების და სხვადასხვა სქემებით ინიშნება. და ყველაზე ხანგრძლივი პროცესია ამ პრეპარატის კონკრეტული პრეპარატის შერჩევა, რომელიც დაარეგულირებს წნევას, ხო ესეა? დიახ. და რთული რომ პაციენტს ავუხსნათ, თუ რატო იცვლება ერთი სახის პრეპარატი მეორე სახის პრეპარატით. ასევე ალბათ ძალიან რთულია პაციენტს ავუხსნათ, თუ რატომ უნდა იწვეთოს ერთ და იგივე დროს და ხანგრძლივად. შეიძლება რომ არ შეწყვიტოს და დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ამ პრეპარატებს არ აქვს დაგვალებითი ეფექტი და როცა ხდება ჩაწვეთების რეჟიმის დარღვევა და ხდება წნევის აწევა, აი ზუსტად ამ დროს არის ისე როგორც მხედველობის ნერვის დაზიანება ხდება. შეიძლება ითქვას, რომ დიაგნოზის მქონე პაციენტების უმეტესობა არის წვეთებზე, ხო ესეა? მაგრამ ასევე ვიყენებთ სხვა მეთოდებსაც, როგორც არის ლაზერი და ქირურგია. დიახ. ვისაუბროთ ამ მეთოდებზე. კი, ქირურგიული მეთოდი შეიძლება იყოს არაგამჭოლი და გამჭოლი. არაგამჭოლი ქირურგია გვაძლევს საშუალებას დოზირებულად დავწვეთ წნევა და გამჭოლი ქირურგია გამოიყენება, როდესაც გლაუკომა უკვე აგრესიულად მიმდინარეობს. ლაზერული მეთოდები შეიძლება სხვადასხვა სტადიებზე რომ გამოვიყენოთ, როგორც დამხმარე, ასევე ძირითადი მეთოდი. მესმის, რომ ყველა პაციენტის кейსი განსხვავებული და ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც რა ვთქვათ, რა პროგნოზები გვაქვს გლაუკომით დიაგნოზირებულ პაციენტებში? ექიმის და პაციენტის მთავარი მიზანია რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ მხედველობის ის დონე, რომელიც გვაქვს გლაუკომის აღმოჩენის დროს. და სამკურნალო მეთოდები, რომელიც არსებობს, სამწუხაროდ არ გვაძლევს საშუალებას მხედველობა აღვადგინოთ, ანუ რაც დაიკარგა, უკვე დაკარგულია, ხო ესეა? დიახ, და ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ შევანელოთ დაავადების პროგრესირება. რა რეკომენდაციებს მისცემთ გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს? პაციენტი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს სამკურნალო პროცესში. ექიმის დანიშნულება უნდა შეასრულოს სწორად. დანიშნული წვეთები ჩაეწვეთოს და რეგულარულად გაეზომოს წნევა. რა სიხშირით უნდა გაიზომოს თვალში და წნევა გლაუკომით დაავადებულმა პაციენტმა? 3 თვეში ერთხელ. და რაც შეეხება სხვა კვლევებს, რამდენად ხშირად უნდა გაკეთდეს სხვა კვლევები? რაც შეეხება კომპიუტერულ პერიმეტრიას და ოპტიკურ კოჰერენტულ ტომოგრაფიას, ეს მეთოდები უნდა გავაკეთოთ წელიწადში 2 ჯერ მინიმუმ. რისკ ფაქტორზე უკვე ვისაუბრეთ და მინდა განსაკუთრებით გავამხვილო ყურადღება 2 ჯგუფზე, ეს არის ასაკით 40+ პაციენტები და ის პაციენტები, ვისაც მემკვიდრეობით ანამნეზში აქვთ გლაუკომა. განსაკუთრებით უნდა მივაქცეთ ყურადღება, ხო ესეა? აუცილებლად. და დავიწყოთ წნევის კონტროლით ყოველწლიურად. დიახ, ყოველწლიურად. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის კლინიკა Eyeline-ის ოფთალმოქირურგ ნათია შარვაძეს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ Eyeline-ში არის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა, რომელიც გვეხმარება გლაუკომის დროულ დიაგნოსტირებაში და მკურნალობაში და თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ოპერაციულ მკურნალობაშიც. ჩვენ შევხვდებით შემდეგი ეპიზოდით ამავე პოდკასტში სხვა თემაზე. მადლობა ყურადღებისთვის.